ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით სამუშაო ფორუმი თემაზე პროფესიული განათლება და ბიზნესი თანამშრომლობა რეგიონული განვითარებისთვის გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო პროფესიულ განათლებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კადრების საჭიროებების უკეთ იდენტიფიცირება და შესაბამისი პროგრამების ეფექტიანად გამოყენება. კიდევ ერთხელ საჭიროებდა რომ უფრო მეტად ჩაშლილად წარმოგვედგინა ბიზნესისთვის თუ რა სარგებელს მიიღებდნენ ამ პროგრამაში ჩართვით. მე ვფიქრობ იმ ფონზე, როდესაც ერთგვარი მიგრაცია ხდება კვალიფიციური კადრების საზღვარგარეთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი არის რომ მომზადდეს კომპანიის ინტერესებზე მორგებული კვალიფიციური კადრები. მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათი მოთხოვნები და ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროფესიულ განათლებაში ისმოდეს კერძო სექტორის ხმა, იქიდან გამომდინარე რომ სწორედ მათი დაკვეთით უნდა ხორციელდებოდეს ის პროგრამები, რომლის საფუძველზეც ჩვენ ვამზადებთ კვალიფიციურ კადრებს. მსგავსი ფორუმების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ ბიზნესის ჩვენ ქვეყანაში ბიზნესის მთავარი გამოწვევა არის კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა. ასეთ დროს ვფიქრობ, რომ პროფესიული განათლება აღარ არის ალტერნატივა, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი.